ბორჯომის ხეობაში 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს დამწვარი ტყის მასივის აღდგენაში თავდაცვის აკადემია ჩაერთო. დღეს კურსანტებმა პირველი ნერგები დარგეს, პროექტს ფინეთის მთავრობა და გაერო აფინანსებენ. რუსული ჭურვების შედეგად გადამწვარ ბორჯომის ხეობაში პირველი ნერგები თავდაცვის ეროვნული აკადემიის და კადეტთა ლიცეუმის კურსანტებმა დარგეს. ამ ტერიტორიაზე მალე ახალი ტყე გაშენდება. ამ ტყის აღდგენას საქართველოსთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს პირველ რიგში ეკოლოგიური სისტემის გაუმჯობესების თვალსაზრისით, რომ არ მოხდეს ნიადაგის ეროზია და დამეწყვრა იმ სოფლის, რომლებიც ფერდობის ქვემოთაა განთავსებული. საქართველოსთვის ბორჯომის ტყეს სიმბოლური დატვირთვა აქვს. ტყის მასივის აღდგენა პირველ ეტაპზე 16 ჰექტარზე განხორციელდება, სადაც 22,500 სხვადასხვა წიწვოვანი ხე დაირგვება. ნიადაგის მომზადების მიზნით ტყის ფართობი დამწვარი ხის ნარჩენებისაგან და ბუჩქებისგან გაიწმინდა. მანამდე გაკეთებული იყო შესწავლა თვითონ ნიადაგის მსახიობების შემადგენლობის რაც ამ ტერიტორიაზე აქ იყო ბუნებრივად შერჩეული იქნა ნერგები. ბორჯომის ხეობაში ომის დროს განადგურებული ტყის აღდგენის ღონისძიებებს გარემოს დაცვის სამინისტრო, ფინეთის მთავრობისა და გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით ახორციელებს. მოხარული ვართ ამ პროექტის მიმდინარეობით. ფინეთი დაინტერესებულია მისი განხორციელებით. ეს არის ნაწილი იმ ღონისძიებებისა, რომელიც ფინეთმა საქართველოს 2008 წლის ომის შედეგების შემსუბუქების მიზნით აღმოუჩინა. 2008 წლის დროს რუსულმა ჭურვებმა მთლიანად გაანადგურა ბორჯომ-ხარაგაულის ტყეპარკი, ეროვნული ნაკრძალი და დაცული ტერიტორია. გადამწვარი იყო 950 ჰექტარი მიწის ფართობი. ბუნებისთვის მიყენებულმა ზარალმა 1 მილიარდი ამერიკული დოლარი შეადგინა. უდიდესი ტრაგედია მოხდა ფინეთს, როდესაც დაიწყო ტყე და საკმაოდ მნიშვნელოვანი არის, რომ დაიწყო ეს გადაიდგა ნაბიჯები. ეს იმედს გვაძლევს, რომ არა მხოლოდ დაირგა ეს ხეები, არამედ შემდგომ გაიხარებს და კვლავ ისევ ტყე გვექნება აქ. ბორჯომის ტყის მასივის აღსადგენად სამუშაოები დაიწყო და 2015 წლისთვის დასრულდება. სამინისტრო კი დაზიანებული ტყეების სრულად აღდგენის მიზნით მოლაპარაკებებს სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან აგრძელებს.